გათავისუფლებიდან ზუსტად 24 საათი გავიდა და გიორგი ვაშაძეს ხედავ, უნდა შევხვდეთ ახლა ათონელზე. გიორგი. რამდენი კილოა დაკლებული? 25. 7 თვეში. კი. ნუ რაღაცა ქოცების დიეტა მუშაობს. მე ესე ვიტყოდი, რომ ეს არა. ხო, ნუ რაღაცა ამოცანა ხო უნდა და მე სახა ერთ-ერთი ამოცანა რაღაც ეს იყო. გავიაროთ ხო გიმაგრებ. ასე. ხომ მოგენატრა მიკროფონები. პრესასთან კომუნიკაცია კამერები. ახლა შენ რო არა და ძალიან ისა არა მადლობა 24 საათი გავიდა და თან ძალიან პოლიტიკაზეც არ ვსაუბრობთ ხო რა ისე უფრო ზოგად იმებზე როგორ შევთანხმდით ხო იმიტომ რომ არაპოლიტიკური ვაშაძე მე არასოდეს არ მინახავს. მეც მაინტერესებს პოლიტიკის მიღმა გიორგი ვაშაძე, მით უმეტეს როცა ხალხი გიყურებს ჩერდება. მით უმეტეს როცა 7 თვიანი პაუზა გქონდა. მე მაგალითად ბევრი რამე გადავაფასე არ მომწონს და ანუ ჩემშიც აი რა იცით აი რაღაცეები ხო აი თუნდაც ხო აი მე დავფიქრდი ახლა რომ ვზივარ სახლში და უყურებ ვთქვათ გიორგი ვაშაძეს და ტელევიზორი და მელაპარაკება ხო ხო და მე ვთქვათ რაღაცა სხვა პერიოდები რაც გავიარე ხო სად უფრო მე ვარ სად უფრო მე არ ვარ ხო და ავი თვითრეფლექსიის დრო არის ხო რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან დიდ ბოროტებას ვებრძვით და იმას მაგრამ ბოროტებას სიკეთით უნდა მოუგო მე ესე მგონია რა ამით ამ რწმენით გამოვედი როგორია ქუჩებში ქუჩებში მე პირველად ვარ ახლა გუში რუსთაველზე ვიყავი რა და ეხლა გამოვედი ცოტა ხანი კარგია ზოგადად არ ვიცი სხვა შეზურას ვესაუბრებოდი ჯაფარიძეს და იმამითხა რომ რაღაცა დიდ სივრცეებზე უფრო ის მაქო რა და მე პირიქით ვარ რა მანქანაში ვждები არ მსიამოვნებს და გიაც სივრცე დიდი სივრცე მსიამოვნებს აი გუში ახლა რუსთავიდან რომ მოვდიოდი იმაში რა ქვია მანქანით ხო ბავშვებთან ერთად ვიყავი და ეს თვითონ ეს სივრცე რაღაცა ხო იცი თითქოს რომ კიდევ უფრო დაპატარავდა ვიდრე ეს იყო ალბათ ყველაზე რთული რა იყო გიორგი ყველაზე რთული სიმართლე გითხრათ მარტოობა რა იმიტომ რომ მე ზოგადად ხალხს რომ ხედავ სიამოვნებს უბრალოდ რომს არ ველაპარაკებოდე ხო აი უბრალოდ სიამოვნებს რა ბევრი ხალხი რა იმასაც კი არ უყურებ რა განწყობა აქვს ჩემთან უბრალოდ ადამიანები მსიამოვნებს და ეხა ეს უცებ რომ იზოლაცია რა თქმა უნდა რთული იყო რა ნუ ეხა განსაკუთრებით ოჯახი ხო შვილები ნუ ბევრი ყველა აი მე მაგალითად ყველაზე მეტად კეთი დამაკლდა იმიტომ რომ სულ ერთად ვართ რაღაცა ხო ხდები და მიუხედავად იმისა რომ თითქოს სხვაგან ვარ ხო სულ გარეთ ვარ სულ მოძრაობაში ვარ ან უცხოეთში აიქ დავდივარ ბევრგან ძალიან აქტიურად მაგრამ მაინც უკეთი და მე სულ ერთად ვარ რა და უცებ იმას და მაგრამ მე ყველაზე მეტად ვინერვიულე რომ კეთიმ კიდევ უფრო არ უნდა რომ მე დამენახა მაგრამ ხედავდი რომ ის უფრო განიცდიდა ვიდრე მე მიხვდი აი ძალიან ვინერვიულე პაატა მანჯგალაძის დაკავებაზე ხო ეს მინდა კითხო თავიდან აბსოლუტურად უსამართლოდ დაგემართებოდა წარმომედგენელი ნუ აი შოქში ვიყავი უბრალოდ როგორია საკანში ცხოვრება ნუ საკანში ხა სამარტო საკანში მარტო ყოფნა რთულია ხო რა თქმა უნდა რა მაგრამ რამე დადებით შეგძლია თქვა ამ 7 თვიანი მარტოობისგან მე რაღაცა მგონია მარტოობის 7 თვე მარტოობის მარკესის ალიტერაცია რო გავაკეთოთ მარტოობის 7 თვეში ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ რაღაცა ჩემ თავს დაუბრუნდი უფრო მეტად ვინც ნამდვილად ვარ და იმედი მაქვს რომ ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი წარმოდგენა, ხო? ანუ ეს ყოველდღიურობაშიც და აი თავარი პირობადაც მივეცი ჩემ თავს, რომ მოდი აი ვინც ხარ, ხო, სინამდვილეში იღმას აღარ დაშორდე და რაც არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს გარემოებები რთულია, ხო, რაღაცა ემოციებია, ეს არის, მაგრამ რა რისიც გჯერა, რისიც წამს, ხო, იმას აღარ მოშორდე რა, იმიტომ რომ ვინ ახარ გიორგი შენ? ხო, მე ვარ ეხლა ძალიან რთულ კითხვებში გადავდივარ. მე ვინ ვარ? მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უყვარს, რომელსაც
ბევრი მეგობარი ყავს, რომელსაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო და ბევრი იდეებით ვარ, ყოველთვის ვეძებ სიახლეს. იმ პერიოდებსაც ვიხსენებდი, სად ვიყავი ყველაზე, ასე ვთქვათ, ბედნიერად როდის გრძნობდით. როცა ისეთ საქმეს აკეთებ, რომელიც სხვებსაც აძლევს შედეგს, მივხვდი და იუსტიციის სახლების მშენებლობას იხსენე. ნუ ალბათ ამაზე დიდი რა უნდა გააკეთა მას ხო აქვეყნებს. მანამდეც ბევრი რამ მიკეთებია და იმის მერეც, მაგრამ ნუ ყველა ადამიანს რაღაცა პროცესია, რომელიც საბოლოო ჯამში აყალიბებს, ხო და მე ეგ ვარ რა, ანუ ეხა მინდა რომ საქართველოც ესეთი წარმატებული იყოს თლიანად, ხო, როგორც მარტო საქართველო არა, უბრალოდ სამყაროც და უფრო შორს უნდა გავიხედოთ, ხო, ეხა საქართველო ხო ვერ შემოვიღობოთ, ეხა რომ ჩვენ კარგად ვიყოთ. მოსალმება უნდა. მართლაც როგორ გძანდები. ჩამოვარდი. გაიხარეთ. ხო, ნუ აი მინდა რომ წარმატებული იყოს, რა ხო დავჭდეთ არა? ბევრი რო არ ვიარ. რაღაც გიორგი რა ხარ პროფესიით? პროფესიით მე ვარ მენეჯერი, ხო, სახელმწიფო მართვა მაქვს დამთავრებული თავიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში, პარალელურად იურიდიული და მე ბიზნეს სკოლა მაქვს დამთავრებული, ანუ ჰარვარდის, ხო, ანუ სხვა შორის ეგეც მე ვფიქრობდი, რომ ძალიან კაი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ზოგადად მენეჯმენტი და მართვის პროცესი გაცილებით უფრო დახვეწილი არის, კარგად არის განვითარებული კერძო სექტორში და თუ თქვენ იუსტიციის სახლში შეხვალთ, დაინახავთ ძალიან ბევრ რამეს, რაც კერძო სექტორის მახასიათებელი არის, მომსახურების სტანდარტი, მოქალაქეზე აი იქ არის მაგალითად ბანკში არის კლიენტზე ორიენტირებული, მოქალაქეზე ორიენტირებული სიმარტივე, რომ ჯერ მოქალაქე და მერე ბიუროკრატი. 2005 წლიდან მუშაობდი მე იუსტიციაში, დავიწყეთ ჩუღურეთის საპასპორტოს სამსახურიდან და იქედან მოყოლებული აი ნაბიჯ და პირველი ცვლილება რა იყო, რომ უბრალოდ კედელზე გამოვაკარეთ რა საბუთები იყო საჭირო იმისთვის, რომ აგეღო პასპორტი. ხო, ეს იყო პირველი ნაბიჯი, აი ხა მახსოვს, მთელი რეფორმა დაიწყო მაშინ და უნდა დაგვეტრენინგებინა, ანუ ახალი პროცედურები გეგმებოდა და ამ პროცედურების შემუშავებაში ძალიან აქტიურად ვიღებდი უკვე პრაქტიკიდან მონაწილეობას, იმიტომ რომ რა იყო, იცით პროცედურა, რომ მოდი აი რა შეგვიძლია რომ ამოვიღოთ რა, გავამარტივოთ და ბევრ რამეს ვამარტივოთ და ძალიან ბევრი რამე შეიცვალა პროცედურაში. პარალელურად საჯარო რეესტრიც იყო ძალიან ბევრი რეფორმა რა და იქ მე სხვა ხელმძღვანელები იყო და ჯაბაებანოიძე იყო. მე სამოქალაქო რეესტრის უფროსი ვიყავი ის და მე ძალიან საინტერესო ესეთი პოზიტიური კონკურენცია იყო, ვინ უფრო მაგარ რეფორმას გააკეთებდა, ხო? ახსოვს რაღაცა მე ჩვენ რო დავიწყეთ SMS-ებით შეტყობინება, რომ თქვენი პასპორტი მზადაა. ეხლა რა კონკურენცია არას ხედა? აი ახლა ამ ხელისუფლებაში შენ ამბობ, რომ კონკურენცია გქონდა ერთმანეთ. ახლა რა არის? ხარიბაშვილის დასჯას ელოდი? არ ველოდი რანაირად, ეხა მე კიდე ერთხელ ყველა თავის გადასახედიდან უყურებს, ხო? ამ შემთხვევაში რას ხედავ, ვიცი, რომ უბრალოდ რაღაცა სადამჟელო ოპერაცია უფროა, ვიდრე სამართლიანობის აღდგენა, იმიტომ რომ ჩვენც კი ადამიანები, ვინც ასე ვაკრიტიკებდით ამ ხალხს, ხო? აი როგორც ეს მოხდა, აი ამის მიმართ დობა არ მაქვს. ევროკავშირი ხო ეგ არის, ევროპა ეგ არის, დემოკრატია ეგ არის, რომ მე დობა უნდა მქონდეს იმ გამოძიებისთვის, გამიგეთ? არ ველოდი, იმიტომ რომ არაფერი ის პროცესი ის სამართლებრივი პროცესი არ მინახავს წინ რაც უნდა ყოფილიყო უცებ ერთ დღეს გავიგეთ რომ აი ადამიანურად მინდა გკითხო არაერთხელ ყოფილ ხარ ღარიბაშვილის სამიზნე ხო გალანძღული მის მიერ ლილუაშვილის ალბათ თვალთვალის ობიექტი ადამიანურად რევანშის და კმაყოფილების გრძნობა გქონდა მე ეგეთი აი როცა ვამბობ რომ ჩემ თავს უნდა დაუბრუნდე მე ეგეთი ტიპაჟი ვარ რა რომ სხვა შორის ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან ხოლმე რა რომ ბევრი რამე არ მახსოვს და განსაკუთრებით არ მახსოვს ნეგატიურები. აი ჩემ ძმას ვთქვამს რომ ბიჭო არ გახსოვს იმან რა გააკეთა, როგორი ლაპარაკა რა გაგიკეთა, კიდე არ მახსოვს. აი არ მინდა რომ ცუდი დავიმახსოვრო რა და არავის ცუდი და არავისთვის ასე ვთქვათ პრობლემა სიამოვნებას არ მანიჭებს. იოტის ოდენე გრძნობა არ მაქვს პირდაპირ გეუბნებით შურიზიების. აი სურვილიც არ მაქვს, მაგრამ მე მინდა ვიფიქრო აღშენებლობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ლიდერ ქვეყნებს შორის ვიყოთ, დაოსში ვიყოთ წარმოდგენილი. რთულია, აი ღიად ვიტყვი რა, არ არის მარტივი ციხეში ყოფნა რა, უბრალოდ გაძლიერებს ის, რომ რა გაძლიერებს, იცი რომ სიმართლე, მიხვდი, შინაგანი სიმართლე რა, რომ რაღაცა
ბიჭო, არც ერთი ჩვენგანი არ იჯდა და არ ზის ციხეში იმისთვის, რომ ფული მოიპარა, რაღაცა ცუდი გააკეთა. ამ ხელა პროექტები, აი მაგალითად იუსტიციის სახსრებ ლაპარაკობდით, 9 მილიარდზე მეტი ჩემი ხელმოწერით არის დახარჯული მარტო მშენებლობებზე და იმაზე. ერთი მოდავებული ფაქტი ვინმეს უნახავს? ერთი ფაქტი უნახავს. მე ხო ამის გამო არ მჯდარ ვარ ციხეში არა. ვიჯექი იმიტომ რომ ჩემი წმენა მაქვს და თვლი რომ არ უნდა მოატყუო ხალხი, თვლი რომ არჩევნები ნორმალურად უნდა ახლა თვლით რომ სწორი იყო კომისიაზე არ მისვლა? კი, ეს იმიტომ რომ ნახეთ მათ ხო ის უნდათ რომ აღიაროთ, არ აღიარო, აი მოკლედ ამ პროცესში ვართ ხო? უსამართლოა ის კომისიაც, უკანონოა, მიხვდით? აბა მე ხა უკანონობაში თუ მონაწილეობას ვიღებ, ესე იგი ვიღებ იმას, რომ უკანონობის კანონად გამოცხადება მოსულა, ხო? ჩვეულებრივი ამბავია. მაშინ ჩვეულებრივმა სხვა მოქალაქემ რა გააკეთებს? მაშინ მე ხო თუ პოლიტიკაში ვარ და ვამბობ, რომ პოლიტიკაში ვარ, რაღაცა ცოტა მეტი პასუხისგებლობა და რაღაცა შენი მაგალითით უნდა აჩვენო, რომ უკანონობას არ იღებ როგორც კანონს. თვითონ არ გადაიხადეს გირაო და ჩაჯდნენ ციხეში. მე გადავიხადე. კიდე ერთხელ ვამბობ, მე სხვა გზით წავედი, იმიტომ რომ სწორი ასე მიმაჩნდა. კი ბატონო, გირაო თქვი, აგერ გირაო და სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც გამიშვეს ციხეში, ხო? ეს მინდა მათ უთხრა, ვინც ამბობს, რომ აი თავის ფეხით, არცად ჩემი ფეხით არ წავსულვარ და არასდროს სურვილი არ მქონია, რომ ციხეში წავსულიყავი და არც არასდროს მექნება ეგ სურვილი რა, იმიტომ რომ თავისუფლების მოყვარე ადამიანი ვარ და, რა ვიცი, მე მგონი არავის არც ვიცნობ ისეთ ადამიანს, ვისაც უნდა ციხეში წასვლა. და უფრო მეტიც გირაო რომ შევიტანე, სახლი ჩავდეთ, ასე ვთქვათ, გირაოს იმისთვის, იმიტომ რომ გუშინ უსმენდი რამ და ახლაც არ მინდა რომ ნეგატიურად ასე ვთქვათ უპასუხო ასე ვთქვათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, აი რაღაც თავის ფეხით საწავედი, ჩემი ფეხით ციხეში წავედი. ცოტა უსამართლოა ეგეთ საუბარი რა. სამი შვილი, მეუღლე, მშობლები მიატოვე და წახვედი შენი სურვილით? და მაგაზეც იცით რას ვფიქრობ, რომ აი სადამდე მივედით, ხო, რომ აი ესეთ რაღაცებს საუბრობთ ერთმანეთს. ისიც ხო ქართველია, მეც ქართველი ვარ, ხო? ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ნეგატიურად მოქმედებს, როცა იგრებ, რომ კიდე ერთი ადამიანი, მოიცით მე თქვენ დავასხავ, აი იყოს მე და მიეჩვია ხო იმაში ციხეში თვითმომსახურებას? ისედაც სხვაშორის მე საჭმლის კეთებას ვიცი, რომ გამოვედი ანკა მითხა, რომ აუ მამი შენი გამზადებული ომლეტი მომენატრაო რა და მეც გამეხარდა რა, იმიტომ რომ რაღაცები იქ გიწევდა, აქ გქონდა მაგის საშუალება რომ შენ თვითონ მოგემზადებინა შენთვის? მარტო ჩაიდანი გაქვს რა, ერთი ჩაიდნით რასაც გააკეთებ. რა ხდებოდა, როგორია საკანი? რა პირობები? 12 კვადრატული მეტრი მარტო ხარ 12 თუ 14 რა ვიცი ხო თუ 11. რამდენი ნაბიჯი იყო კარიდან ფანჯრამდე? 5-6 ნაბიჯია, თან ესეა იქ რაღაც მაგიდა დგას და ესე უნდა გახვიდე ხო რაღაცნაირად. ყველაზე დიდი პრობლემა არის ძალიან ხშირად მესმის ხოლმე ხერხემლის პრობლემები ექმნება ძალიან ბევრ ადამიანს რა. თქვენთან როგორ იყო? და პრობლემა არის ეს ლეიბი ხო? მატრას. ეგ ის მართლა პრობლემაა და არ ვიცი მე ვფიქრობ რომ იქნებ ამაზე ახლა საჯაროდ საუბარი არა, რაღაც უნდა ვიფიქროთ როგორ მოვაგვაროთ, იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად წონაც რომ მოვიყელი ძალიან ინტენსიურად თუ არ მე ვარჯიშა, ხო, სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებდი, მათ შორის ხერხემლის ზურგის, რომ არ დაგიზიანდეს რა და საკანში თვითონ ხო? ეხლა პატიმრები თუ მიყურებენ, მათაც რა ვიცი, ვეტყვი რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აქ და რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა ივარჯიშო? არის სპეციალური ვარჯიშები, თუ ვინმეს უნდა მე გაუგზავნი, თუ არა და აუცილებლად ინტერნეტში მოიძებნება სურათებით, ნახატებით, რომ ხერხემალი არ გაგიუარესდეს, რაღაცა ინტერნეტს იქ სად ნახავენ? არა, შეიტანს ხო გაუგზავნიან. ისი არის შესაძლებლობა რამე ოთახი გახვიდე ბიბლიოთეკა ინტერნეტი. ხავს გონია რომ კომპიუტერთან ცდომა გაქვს, ინტერნეტთან არ არის ცდომა, არც მათ ტელევიზორს უყურებ, სადაც არის რამდენიმე არხი და გადახვევა არა გაქვს, ასე ვთქვა. რამდენი არხია და რა არხებს აჩვენებს? ჩვენთან იყო სადღაც 15-მდე არხი და თქვენ ფორმულა ეს იმედი რუსთავი ესენი ტექნიკური პრობლემაა ხოლმე სულ ამ ტელევიზორზე ცუდამინში შეიძლება გაითიშოს ტელევიზორი და ვერც ვერაფერს ვერ უყურო რა. რუტინა როგორი იყო შენ? რუტინა ავაწყე, ეს რჩევები სხვა პატიმრების გამო. ნიკაც იძლეოდა გვარამია მაგალითად კარგად ქონდა აწყობილი ნიკა. მახსოვს სოფო იყო ნიკას მეუღლე და
ის მეუბნეოდა რა, რომ ეს რუტინა და რაღაცა გამოცდილებებიდან ლაკა არის ეხლა ციხეში და ლაკა მეუბნეოდა რაღაცა ესე ხო იცი რაღაცა რჩევებს მიზიარებდა იმას არ ქონდა ეხაზის ციხეში და მე იმედი მაქვს რომ მალე ყველა თავისუფალი იქნება რა და რჩევებს რუტინა არის აუცილებელი. წიგნი განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მარტო წიგნი საკმარისი არ არის. ამიტომ მე მქონდა ეს ჩამოვთვლი, ხო? წიგნი, ანუ კითხვა, ოღონდ კატეგორიები სხვადასხვა ისა, მხატვრული ლიტერატურა, დეტექტივები ასე შემდეგ, ტექნოლოგიური ლიტერატურა, სხვა ქვეყნების გამოცდილებები, პოლიტიკური ფიგურები, მათი ნაზრები, ფილოსოფიური წიგნები და ესე დაყოფილი მქონდა ცვლიდი რა, სულ ხანდახან 3-4 წიგნს პარალელურად კითხულობდი, რომ ხო იცით, აი როგორც აქ სხვადასხვა გარემოში ვარ, თავის სხვადასხვა გარემოში ვიცნობ. მეორე დიდი წილი რაც ჩემ დროში ჰქონდა, ეს იყო წერა. ანუ მარტო კითხვა საკმარისი არ არის და ვისაც ოღონდ წერა მე მაგალითად რაღაცა ჩემი აზრები, რეფორმები, განვითარება, ახალი იდეები, იმის დამუშავება, კი, ძალიან ბევრი ვწერე. რაღაცა წიგნის მონახაზიც გავაკეთე, დრო არასდროს არ მქონდა, ამაში მომეხმარა ეს პატიმრობა, რომ დამეწერა, მაქვს მართვის მოდელი, სახელმწიფო მართვის, ასე ვთქვათ, ახალი თაობის მოდელი. მე ხა გადაჩვეული ვიყავი კომპიუტერის გამო ხელით წერას, ფაქტობრივად ხუმრობ, რომ ახლიდან ვისწავლე ხელით წერა, იმიტომ რომ ჩემი პირველი ნაწერი რომ ნახო და ბოლო განსხვავდება კალიგრაფიის კურთხით. და ვარჯიში. მე ძალიან მომეხმარა ვარჯიში რა, იმიტომ რომ დღეში 1 საათი მქონდა ამ დახურულ სივრციდან გადიხარ, ისევ დახურულ სივრცეში ნახევრად ღია, ანუ ცასხედავ მხოლოდ და ის 1 საათი მქონდა უწყვეტი ის სისტემური ვარჯიში რა, რომ ეს ფიზიკურად ყოფილიყავი და ეს ძალიან მომეხმარა, წონის კლებაშიც მომეხმარა და პოზიტიური, ხო იცით, ვარჯიშთან ენდორფინების გამოყოფა ხდება რა. და არც ერთი დღე არ ჩამიგდია, არც ერთი დღე არ გამომიტოვებია ინტენსიური ვარჯიშის გარეშე. საათი გქონდა? კი, საათი გაქვს, სარკი არა გაქვს. ხო, ახლა ესეთი პატარა პლასმასის რაღაც სარკია და მთლიანად ვერ ხედავ რა შენ თავს რა, ესე რაღაცნაირად ხედავ. ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო რომ გამოვედია რომ სარკე. მიხვდით, გადაჩვეული ხო ხარ და ანუ ამ 7 თვის განმავლობაში საკუთარ თავი არ დაგეკითხე. არ მინახავს ჩემი თავი, ხო, საერთოდ არ მინახავს ჩემი თავი და ესე რაღაცა ერთიანობაში ასე ვთქვათ რა. სასწორიც არა გაქვს, რომ წონა მაინც. სასწორი არის სამედიცინო პუნქტში, კი, სასწორი არის. მაღაზიაში შენ თვითონ შეგეძლო გასვლა და ანუ გამყიდველებთან ხო, აი მაღაზიაში არ ვიცი დავამთავრე თუ არა. არა, რა მაღაზიაში გასვლა, რატომღაც ეს ის არის, რომ მაღაზიაში მიდიხარ ახლა და არჩევ ამაზე ხარ. ანუ თვითონ ციხის მაღაზიაში. ფურცელზე წერ ბარათს გაახვევ ამ ფურცელში, აგზავნი, ამიდან სარკმლიდან გააგზავნი და მოგივა. ოღონდ ხან მოგდის რომ არის პროდუქტი რა შენ. არა, არ გადიხარ ამ შენი ოთახიდან. არ გადიხარ ადვოკატთან შესახვედრად ერთი სართულით ქვემოთ ისეთივე ოთახში ჩადიხარ და მეორე კონტაქტი გაქვს ეს გასასეირნებელს რასაც ეძახიან არის ოდნავ დიდი ოთახი სადაც ნახევარად გადახურულია ეს არის 3 სივრცეა ანუ 3-იც არ 1 სივრცეა რა ერთმანეთთან შეხვედრის არანაირი შანსი არ არის ყავ თუნდაც სეირნობის დროს ანუ ამერიკულ ფილმებში რო გვინახავს ან თუნდაც სხვა ფილმებში რო კალათბურთს თამაშობენ რაღაცა აქტივობა არის ხო და ეს სარეჟიმო დაწესებულება არის ეგრე აგებული, რომ არც ერთი პატიმარი, არც ერთ პატიმარს არ უნდა შეხვდეს და არანაირი კონტაქტი, ну, კედლებიც ისეა რომ ხუმრობდი გუში რომ ყველას რო დაგვიჭერენ მეთქი, ქართული ხალხური სიმღერა წინასწარ ერთად თან მრავალხმოვანი დავამასკვნათ რომ ვიმღერებთ თქო და რას ხმას ვერ გააგონებ, ვერ იმღერებ. აი, მარტო ხარ, არანაირი კონტაქტი, ხო ეს რაღაცა ტელეფონი ოჯახის წევრებს რო ხვდები თვეში ერთხელ, ხო? შუშის ბარიერია და კინოში როგორც გვინახავს, ხო, ესე ტელეფონს იღებს იქეთ ამ მხარეს, შენც და საუბრობ რა. ან ხელს შევერე, აი ადვოკატებთან შეგიძლია შუშის ბარიერის გარეშე და ოჯახის წევრთან შუშის ბარიერით კონტაქტობდა. რატო არის ზოგადად მანდაც ცალკე მაქვს დაწერილი ციხეში გასაკეთებელი რეფორმები და მაგასაც გავაკეთებთ აუცილებლად, რომ მართლა ევროპული იყოს, აი სხვანაირი სტანდარტი უნდა იყოს, რომ ეხლა ციხეში მეტი რა გინდა, ხო? ეს დამოკიდებულება არის. არა, მინდა ყველგან უკეთესი უნდა იყოს რა, ყველგან უნდა იყოს
მაღალი სტანდარტი. პატიმარს უფლებები აქვს, ეს უფლებები უნდა იყოს დაცული. პატიმრობის მიზანი არ არის დასჯა ადამიანის, ეს არის ადამიანის რესოციალიზაცია. როცა დამეშავია მაგასაც ვამბობ რა. რესოციალიზაცია რომ დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების პირობებს. თუ შენ ეს გარემო არ შექმენი საპატიმრო დაწესებულებაში, ეგრე არ იქნება. ეხლა რა თქმა უნდა აქ მიაწერენ როგორც ახასიათებთ ხოლმე რომ აი ადრე ესე იყო, ასე იყო. ხახნო, წინ უნდა წავიდეთ. კი, არ მომწონს, არც იქ-სად იყო, ცუდი და მინდა რომ იყოს უკეთესი. დღეს რაც არის, ამაზე უკეთესი მინდა იყოს. წამოძახებებით ვერაფერს ვერ გავხდებით რა. აი მე ყველასთან მქონდა სხვა შვილს, ყველას მივწერე თავიდანვე რაღაც ჩემი მოსაზრებები გაზიდეები. ხო და მერე მიფიქრე რომ ცოტა ვაწუხი, ხო არ ვაწუხებ ეხა ამ ხალხს რაღაცა, მოდი ეს ვქნათ, მოდი რაღაცა. ჭორებს გიგზავნიდნენ, რაც ხდებოდა ქალაქის ჭორებს, თუ არ გაინტერესებს, არ გიყვარს ეგეთი. ზოგადად ჭორები ისე კიდე შენზე მოგიყვა ჭორები. კი ბატონო. რო არ ჩანდი ვიკითხეთ, რომ გიორგი რატო არ წერს არაფერს, იმიტომ რომ მეტნაკლებად მიხეილ სააკაშვილი აქტიურობდა, ნიკა გვარამი აქტიურობდა, ზურა აქტიურობდა, ელენეც აქტიურობდა. შენ არ წერდი და სულ კითხულობდით, რომ ეს აქტიური გიორგი ვაშაძე სად გაქრა, რატო გაქრა? ორი ვერსია იყო. ორი ჭორი გავიგე. ერთი ის, რომ დეპრესია გქონდა. და მეორე ის, რომ აქტიურად განიხილა ემიგრაციაში წასვლა. არა, ორივე ტყუილია. პირველი რომ ვინც მე მიცნობს, ეგ ჭორი ეთყობა იმ ხალხისგან არ მოდის, ვინც მიცნობს. იმდენად არადეპრესიული ადამიანი ვარ და ყველაზე რთულ სიტუაციაში ყოველთვის ემოციურად პოულობ, იმას რა ქვია, პოზიტივს. ზოგადად პოზიტივს პოულობ ყველაფერში რა, ამიტომ დეპრესიაში დეპრესია ხა რა თქმა უნდა პრობლემა ყოველთვის მქონია ცხოვრებაში ხო შინაგანად დაძაბულობა, მაგრამ ხა როგორცაც დეპრესიაში არავის არ ყოფილა რა. რაღაცა გადავწყვიტე რომ მოდი ეს თვეები რაც დარჩა, გამოვიყენო იმისთვის რომ თვითრეფლექსიას დაუწყო მეტი დრო. ზოგადად ძალიან ყველა ვისთან ერთადაც მიმუშავე, ყველა მიცის რომ ვაჩქარებ ხოლმე პროცესებს, ხო, ჩქარა. ეხლა პირველად გადავწყვიტე რომ მოდი არ გვეჩქარება. მოკლედ აქ არ სადაც ხარ, ხო, სადაც ხარ აქ. ჭაში ჩავარდნილი კაცის ამბავი. და მოდი დაფიქრდი რაღაცა წაიკითხე, დაწერე, აი დაწერე, გადაწერე, წაიკითხე შენი დაწერილი კიდე გაიარე რაღაცა, ხო? მეორე ემიგრაციასთან დაკავშირებით ამაზე ზღიად ვიტყვი რომ ვერ წავალ. არ შემიძლია, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ გვაქვს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა და იმიტომ რომ ვფიქრობ რომ აუცილებლად აი ეს რაღაცა პოზიტიური ენერგიის მობილიზებით, ხო? გამარჯვებისკენ ქვეყანა უნდა. მე კი არ უნდა გავიმარჯვო, ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, ყველამ უნდა გავიმარჯვოს. არც შემოცვლა არ ყოფილა? რომ უნდა წახვიდე? არც არანაირი ხო ეგეც ვკითხეს, ხო არ შემოგითვალეს ეს ახალი საქმე რო აღწევს 15 წლიანის. არა. არც მსმენია რომ ვინმესთან ყოფილიყოს რაიმე მცდელობა, იმიტომ რომ მე მგონი რომ იცით რა არის ეს ახალი საქმე რაც გააკეთეს. ეს ისეთი საქმეა რომ ამ საქმეში ისეთი ხალხი ვართ რომ მათთან შეთვლას აზრი არა აქვს. რაღაცა მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა სიმართლე რო გითხრათ, ხო? 4 ოქტომბერი იყო ალბათ კიდევ ერთი კულმინაციური მომენტი, რომელიც არ იქნებოდა ადვილი თქვენთვის და არავისთვის არ იყო ეს ადვილი, თუმცა ასევე იყო რაღაც გარკვეული ტიპის პროცესი, რომ ცოცხალია პროტესტი, ქვეყანა, დისკურსი ისევ არსებობს. ნუ ამას მოყვა პაატამანჯგალაძე. ძალიან ძიმე იყო. მე ვფიქრობ რომ თვითონ იმ პროცესში ცოტა ესე სწორად მინდა რომ გამიგონ, ანუ ესეთი კრიტიკულ სიტუაციებში ცოტა ნაკლებმა გამოცდილებამ ადამიანების, ვისაც მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა თავის თავზე ამ პროცესის, ასე ვთქვათ, წაძღოლის, ხო? ესე ვიტყვი რა. მე ვფიქრობ რომ ამან ითამაშა მთავარი როლი რა, იმიტომ რომ ზოგჯერ ემოციები, ზოგჯერ კრიტიკულ სიტუაციაში რომ სწორი რამ გააკეთო, სწორად მოიქცეს, სწორი რაღაც გააკეთო. ეს იყო ერთი მთავარი განმაპირობებელი. მეორე რომ ჩემი დამოკიდებულება 4 ოქტომბერზე ხა რაღაცა შტურმი, ძალადობრივი დამხობა, საქართველოს ძალადობრივი დამხობა ნამდვილად უნახავს. და ეს იყო 1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას მთავრობს. ეგ არის ძალადობრივი დამხობა და სამწუხაროდ გვინახავს რა. და 4 ოქტომბერი ეგ ნამდვილად არ იყო.
ეს შემიძლია ცალსახად თქვა. რაც არ უნდა ისაუბროს ეხა პროპაგანდა იქნება თუ იქნება რომ აი შტურმი და ეხა პატა ბურჭულაძე ნუ აი ხო ხვდებით აი ძალიან რთული წარმოსადგენია რომ კაცი რომელიც სოფლიობანია არ არსებობს წამყვანი საოპერო ასე ვთქვათ დაწესებულება სადაც არათუ არ ყოფილა სადაც პირველი ასე ვთქვათ ნომერ პირველი სასურველი სტუმარი არ არის მე ღიად ვიტყვი რომ რამდენი ადამიანი ყავს ამ დონის რანგის მსოფლიო მასშტაბით დავანებოთ საქართველოს საოპერო ხელოვნებაში არც ერთი ზოგადად ხელოვნებასაც კი ვიტყვი აი ამ მასშტაბის იმიტომ რომ ერთია რომ აქ არის და ჩვენ მე შეიძლება ვინ მომწონს და ყველა მომწონს და ასე შემდეგ მაგრამ რთულია ამ მასშტაბს მიაღწიო მიხვდით ამას ცოტა სხვა რამ მჭირდება და ასე შემდეგ რა და ეს კაცი არის ეხა სამარტო საკანში საპატიმრო დაწესებულებაში ძალიან რთულია ეხა პატა მანჯგალაძეზე ვიტყვი რა რომ მისი ქცევა მისი ერუდიცია მისი დამოკიდებულება ხა მე რაღაცა უფრო ესეთი ბობოკარი, ხმაურიანი და პატა პირიქით სიმშვიდე, სიწყნარე, მოზომილობა, ნათქვამი, სიტყვა ისა და ეს ადამიანი რისთვის უბრალოდ კითხვას ვსვამ, რისთვის ზის ციხეში, რატო ზის ციხეში, ხო? აღარაფერს ვამბობ. რაღაცა ვინც კი რაღაცა დროშით იდგა ადამიანი და ციხეშია. უსამართლოა უბრალოდ რა, არ არის სამართლიანი და მე იმედი მაქვს რომ ამ უსამართლობას არა მხოლოდ დავასრულებთ, არამედ სამართლიან გარემოს შევქმნით ქვეყანაში, რომ ხვალაც და ზეგას არ იქნება. ძალიან ძიმე იყო და ვერ მოინათლება ეხა ეს 4 ოქტომბერი იმათ, რაც არ იყო. აი მე ამას ვიტყვი. BBC-ს ფილმი ნახე? კი, ნახე ეს ფილმი. საქართველოს მოქალაქეები საკუთარმა ხელისუფლებამ მოწამლა. ხო, ის არის. ამაზე რა რეაქცია გქონდა? რაღაცნაირად აი ეს ფილმი რომ ნახე მე გავიაზრე რატო იყავით ყველაფერი არა აი ყველაფერი რაც მოხდა ხო და რაც ხდებოდა მაშინ ხო რომ ვიღაცა ცუდად ხდებოდა რაღაც მე გადავიაზრე ხო ანუ თითქოს იმ მომენტში არა და ხო ვიცოდი რომ მართლა წყალს რო გვასხავდნენ მაშინ რაღაცა იყო გარეული ანუ ერთმანეთს ვეუბნეოდით რომ მოწამლოს არ გავდა ხო არა ერთმანეთს იყო გარეული და ვეუბნეოდით რომ ამ წყალს სუნი აქვს ამ წყალს სუნი აქვს ყველა იძახდა მაგრამ არ დაუშვით რომ შეიძლებოდა ამაში ყოფილიყო ისეთი რამ რომელიც არ უნდა იყოს ხო რაღაცა ეს მივიჩნიეთ რაღაცატომ რომ ესე უნდა იყოს თუმცა რა ვიცი ზოგს განსწავლდა ზოგს ისა ზოგს ესა ამიტომ ამის გადააზრების შესაძლებლობა მე არა ვარ ინფორმირებული რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ სხვადასხვა ასპარეზზე მაინც მე დავკონცენტრირდებოდი და გეგმებზე არ მისაუბრია და შევთანხმდით რომ არ ვისაუბრებ იმიტომ რომ მართლა პირველი ეხა ეს ფაქტობრივად ბოლო საუბარი არის ეკრანებთან და რადგანაც თქვით რომ არაფორმალური ის იყოს გასაუბრება მე რაღაც პერიოდი მინდა რომ ესე მოსმენის ფაზას ვეძახი მინდა რომ სხვებს მოусმინო მიუხედავად იმისა რომ დუმარად ვიყავი და ძირითადად თუ მესმოდა და ვერაფერს ვერ ვლაპარაკობდი მაგრამ მაინც მინდა რომ სხვებს მოусმინო იმიტომ რომ აცდენილი ხო არ ვარ იმ რეალობას რაც გარეთ არის აი სწორად გრძნობ პროცესებს ხო ზურა ჩემზე ადრე გამოვიდა და მომეხმარება იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრ ადამიანს შეხვდა უკვე და ბევრს ესაუბრა და მე გამოვჩდები ანუ ეხა ისევ რო არ თქვათ რომ რატო დაიკარგა ხო ანუ აქტიურ ეხა ალბათ რაღაც კადრში ვიქნები ყოველთვის ხო მაგრამ აქტიურ სატელევიზიო ეთერებში ნამდვილად ვიქნები როდესაც მივხვდები რომ არა ვარ აცდენილი რეალობას ანუ ამ შვიდთვის გამო არ მოვწყდი რაღაცას და ადეკვატური ვარ ასე ვთქვათ პროცესის და დაგიბრუნდებით აქტიურად